გამარჯვებით იყოთ მეგობრებო. ეს არის ქართული ერთობის დარბაზის დღე და ეს რაც აქ არის გამოტანილი თავისუფლება სიმართლეშია. ეს არის სწორედ მთავარი განწყობა ქართული ერთობის დარბაზის, რომლის სათავეებთან ძალიან ძლიერი პიროვნებები იყვნენ. და ის რაც დაკავშირებულია შემდგომ დიდ მოძრაობასთან, რომელიც გადაიზარდა მეცნიერთა კონგრესში, თავიდან მე გარკვეულ პერიოდში იყო თავისუფალი აზრის სახლი, მეცნიერთა კონგრესი და დღეს უკვე საუბარი მიდის იმაზე, რომ საქართველოს ჭირდება საქართველოს უნდა იყოს ინოვაციური ქვეყანა და შესაძლებელია საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო ინოვაციური ალიანსიც. დღეს როცა ასეთ დიდ და რთულ საკითხებს ვეხებით, როცა ქვეყანა დამძიმებულია და ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, ჩვენ მაინც ეკონომიკას ზე ვისაუბრებთ და მოვიწვიე თხოვე პიროვნებას, რომელსაც ძალიან მინდა რომ თავის დამოუკიდებელი ეკონომიკური გადაცემა ჰქონდეს მეცნიერთა კონგრესის დროში, იმიტომ რომ ბევრი რამით იმ გამოცდილებით, რომელიც მას აქვს და წიგნი, რომლის ავტორია წიგნი ერი და დრო, ასე გვიყვარს თუ არა ქართველებს საქართველოს ფილოსოფიური და ეკონომიკური სამართლებრივი ასპექტები. ამ წიგნის ავტორი გახლავთ ბატონი სოსო იოსებ ბაჩიაშვილი, მეცნიერების დოქტორი, ორი მიმართულებით, ეს ეკონომიკაშიც და იურიდიული მიმართულებითაც. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პიროვნება და ღონიერი აზროვნებით, კაცი ღონიერი აზროვნებით. რომელსაც შეიძლება ვინმე რაღაცაში არ დაეთანხმოს, ჩვენს ბევრ რამეზე ვკამათობთ, მაგრამ აშკარაა რომ ასეთი ადამიანები ჭირდება ქვეყანას და მის მომავალს. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორი ფუნქცია: შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო, ეს არის უმნიშვნელოვანესი, და ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანი. ანუ ისიც იყოს მშვიდად, ვისაც არ შეუძლია ვთქვათ შრომა, რაღაც ინვალიდია, რა ვიცი, ყველაფერი შედის ამ იმაში და ის იყოს განსაკუთრებული დაცული, ვინც ნიჭიერია და ძლიერია, იმიტომ რომ კონკურენცია მაინც ნიჭის ძალაუფლებას ნიშნავს და დაცული ადამიანი უკვე სოციალური სამართლიანობა, ანუ ორთავე ერთად არის, ანუ თქვენი სფეროა სწორედ ეს, რომ თქვენ როგორც იურისტი და ამავე დროს როგორც ეკონომისტი, თქვენი სფეროა ამ წიგნში ეს ბრწყინვალედ გაქვს ბევრი რამ მოცემული, ეს დემოგრაფიული და ბევრი პრობლემები, რომელიც თქვენს მიერ წამოწეულია და ადრე მინდა გაგახსენოთ, ეხლა მე გითხარით, რომ ამ თავების მიხედვით უნდა მოხდეს ვთქვათ იმ გადაცემაც, რომელიც იმიტომ რომ აქ ისეთი ანალიზებია, მით უფრო ეხლა თქვენ ბევრი რამ განახლებული გაქვთ, ის კაცი ხართ, რომელიც მუდმივად წიგნებში ხართ, კითხულობთ, მუშაობთ. ხელისუფლება იმის მიხედვით კი არ ფასდება, არ მგონია საკამათო იყოს თქვენთან მით უფრო, იმის მიხედვით კი არ კეთდება, რას აკეთებს. არამედ ფასდება იმის მიხედვით, იმ ეტაპზე რისი გაკეთება შეიძლება აკეთებს თუ არა იმის მაქსიმუმს. ამიტომ შეიძლება ხელისუფლება წინაზე უკეთესი იყოს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის იყოს კატასტროფა და ტრაგედია იყოს ეს. კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით და დიდი პატივისცემით დღეს ვსაუბრობ ბატონ იოსებ სოსო ბაჩიაშვილთან ჩვენ მეგობრობაში ასევე ეძახით. დიდი მადლობა ბატონო წარდგენისათვის. დიდი პატივისცემით მივესალმებით თქვენს და ჩვენს მაყურებელს. დავიწყოთ პატარა შესავლით ეკონომიკაში. ჩვენ დამოუკიდებლობა გვაქვს უკვე 32 წელიწადია. 32 წელი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის და თუ ისტორიას გადავხედავთ, ეს საკმაოდ დიდი პერიოდია. ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. უბრალოდ რომ ავიღოთ გერმანიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მაგალითები, ბოლო ისლანდიის მაგალითი რო აიღო. ხო, ეს ქვეყნები ფერფლიდან აღდგენ 25 წელიწადში და 25 წლის მერე ომის დამთავრებიდან 25 წლის მერე გერმანიაში მეორე ქვეყანა იყო ეკონომიკაში. ანუ მე მითქმა მინდა რომ რაღაცეების გამო ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ამას ძალიან დიდი მიზეზები აქვს. ყოველთვის ისმება კითხვა რომ რატომ სულ გვიჭირს? რატომ არის ქვეყანა სულ ღარიბი? რატომ ხდება ისე რომ ხალხი აქედან გარბის? ეგეთ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და რა ახსნებიც არ უნდა მოვიყვანოთ
მეცნიერული, ასე ვთქვათ, ჰიპოთეტური და ასე შემდეგ არის რამოდენიმე ჭეშმარიტება, რომელსაც თუ არ გავითვალისწინებთ, ყველაფერი დანარჩენი არის ამაზე დაფუძნებული. პირველი, ეკონომიკა რომ განვითარდეს, უნდა განვითარდეს ბიზნესი. ხო, სხვანაირად ეკონომიკა ვერ განვითარდება. ბიზნესი რომ განვითარდეს, უნდა ნახოთ მისი სტრუქტურა როგორია. ორი ძირითადი შემადგენელი სუბიექტი ყავს ბიზნესს. ერთი არის მეწარმე და მეორე ფინანსები. თუ აი ამ ორი მოვლენის შეთანხმება არ მოხდა, თუ ისინი არ შეერთდნენ და არ მივიღეთ ერთიანი დიალექტიკური მასა თავისი შესაბამისი ფუნქციებით, დანარჩენი საუბარი და ეკონომიკა, ასე ვთქვათ, განვითარდება, რომ მას ეს უნდა, ის უნდა და ასე შემდეგ, ეს არ მოხდება, ვერ მოხდება. შეიძლება ცოტათი წინ წავიწიოთ, მერე ისე უკან დავიწიოთ, კიდევ წინ წავიწიოთ, მაგრამ ასე ვთქვათ, გარდატეხას ვერ მოვახდენთ. ახლა რა არის ეს? საქართველოში მეწარმესა და ფინანსებს შორის არის აშენებული ძალიან მყარი კედელი. ანუ მეწარმეს არ აქვს დომა ფინანსებთან. მეტი არაფერი არ არის საჭირო. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მეწარმეს გაუხსნათ გზა ფინანსებისა. ნუ ფინანსები ეს იგივე ბანკებია. აი პატარა, ასე ვთქვათ, შედარება გავაკეთოთ, თქვა, როგორ არის ეს. დღეს ევროპაში საშუალოდ საპროცენტო განაკვეთი არის 3-4%. საქართველოში ეფექტური 35%. იპოთეკური თქვენ კიდე კარგს ამბობთ, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში სესხულობს და 10%-ია თვიური. ბატონო, მithumetes. კატასტროფა. იპოთეკის სესხი 0.8%-ზე მეტი ევროპაში არ არსებობს. საქართველოში 15. ეხლა როგორ ვაჯობოთ ჩვენ, მაგალითად, არ ვაჯობოთ დავეციოთ ცოტა, ან ჰოლანდიას, ან გერმანიას, ან ბელგიას, ან შეუძლებელია, ხო? აი ამ პირობებში. ეხლა მივადგეთ იმას, რომ აი არის მონდომებული მეწარმე, მას აქვს ძალიან კარგი გეგმა შედგენილი, კარგი პროექტი და ნუ არ აქვს საკმარისი ფული. გამოვიდეთ იქიდან, რომ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვეულებრივი საშუალო დონის საწარმო ტექნოლოგიური ითხოვს დაახლოებით $3-4 მილიონ. დაბანდებას, $3-4 მილიონ დაბანდება. ეხლა ეს მეწარმე მიდის ბანკში და ეუბნება, რომ იცით რა, აი მე მაქვს ძალიან კარგი პროექტი, რომელიც შედგება ამისაგან, რომელიც იქნება მომგებიანი ამის გამო და ეს არსებობს ამის დასაბუთი. ბანკი ითხოვს მეწარმესაგან ორ ძირითად მოთხოვნას უყენებს მას. პირველი, ეს არის აქვს თუ არა მას ქონებრივი გარანტია ამ სესხზე და მეორე კიდევ უფრო ძიმე აქვს თუ არა მას პარალელური შემოსავალი. პარალელური შემოსავალი ნიშნავს, რომ ამ ბიზნესიდან კი არ მიიღოს მან შემოსავალი, რითაც უნდა დაფაროს კრედიტი. არამედ მას უნდა კონდეს კიდევ სხვა, რომ თუ ამ ბიზნესიდან ბანკი იყოს გარანტირებული. ახლა ავიღოთ საშუალოდ, ნუ დავუშვათ 1 მილიონი აქვს და 3 უნდა ისესხოს. 3 მილიონი რო ისესხოს, ბანკი მოსთხოვს მას $3.8 თუ 4 არა მილიონი დოლარის უძრავი ქონების. თქვენ კარგ ციფრს ამბობთ კიდე, 6-7 მილიონს მოთხოვს. ხო. არა, აი ასე მინიმალურზე დავიდეთ. ასაკებია კი ბატონო. ხო, ესე იგი, დაახლოებით $4 მილიონ მოთხოვს გარანტიას. გარდა ამისა, 3 მილიონი რო ისესხოს, დაახლოებით მას უნდა კონდეს შემოსავალი $15-16,000 თვეში.
ну რამდენს იცნობთ ახლა თქვენ აი თქვენ ქვეყანას იცნობთ ხო ძალიან ბევრი ხალხს არა აი რამდენს იცნობთ ახლა ასეთ მეწარმეს რომ ну თქვენ საოცარი ის წიაღსვლა წარმოადგენთ უბრალოდ მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებლებს უთხრა რომ მე ვიყავი იმის მოწმე როდესაც ბატონი სოსო მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში რამდენიმე შეხვედრას დავსრებოდი როდესაც მოდიოდნენ საინტერესო და ქვეყნით დაინტერესებული ადამიანები და მას წარუდგენია რამდენიმე პროექტი ყველა აღფრთოვანებული რომ დარჩენილა მაგრამ განვითარება არ მიეცა სწორედ ყველაფერი ამის გამო თქვენ რაც გაქვთ ის მშრალი პროდუქტები რომელიც სოფლიოს მომავალია მე ხო 7-8 წლის წინ უყურებდი და უსმენდი ამას ყველაფერს და სულ მიკვირდა ის რომ ან ბანკები არ არის ამ ქვეყანაში ან ხელისუფლება არ არის ამ ქვეყანაში თანაც თქვენ მუშაობდით აკადემიაში ეხლა რიგითი ქუჩაში რო დადეს ადამიანი ის რა უნდა გააკეთოს ეხლა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე იყავ ეხლა როდესაც ასეთი ვითარება მაშინ ბუნებრივია სამ კითხვას რა აბა როგორ მოახერხა ან გერმანიამ ან სამხრეთ კორეამ ან იაპონიამ რანაირად მოხდა ეს ყველაფერი ხო ეხლა ჩვენ არა გვაქვს ცუდი გეოგრაფიული მდგომარეობა ცუდი კლიმატი ყველაფერი თუ ღმერთს რაიმე სიმდიდრე ქონდა ამ ქვეყანას დააბერტყა თავი ხო ეხლა რეალობაში რომ ველაპარაკობ დიდარი ქვეყანა ვარ თორემ ღარიბი რატომ მოხდა ესე რატომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამას არა მარტო ჩვენ ვერ ახერხებთ ამას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების 100% ეხლა ნახოთ რა გააკეთა მაგალითად სამხრეთ კორეამ იმისათვის რომ მიეცა საშუალება მეწარმისათვის რომ მას ემუშავა მან აიღო ისედაც მწირი ბიუჯეტიდან გამოყო სპეციალური თანხა რომელიც გადასცა ბანკებს იმ პირობით რომ ისინი აიღებდნენ თავის თავზე ოპერაციულ ნაწილს გაასესხებდნენ ამ ფულს -20%-ით გამიგეთ არა ბატონო -20% მე მინდა ამ თემას მე ბატონო საინტერესო რამეს მე ვიცი მაგრამ მაყურებლისთვის არის ძალიან კარგი 15 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეას მეწარმეები იღებდნენ სესხს და მასში არ იხდებდნენ პროცენტს საერთოდ და პლუს ამას უკან აბრუნებდნენ 20%-ით ნაკლებს ამ ქვეყანამ 3 წელიწადში იფეთქა. უბრალოდ იფეთქა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დაიწყო ეკონომიკური ბუმი. ყველა ფერმა დაიწყო შენება. ყველანაირი ინვესტიცია გაიხსნა. ყველაფერი ასეც ეკონომიკაა და დაფუძნებული ყველაფერი, ასე ვთქვათ, თავისთავად მოგვარდა. ანალოგიური იყო იაპონიაში. გერმანიაში ამას ხელი შეუწყო კიდე მარშალის იყავდა იქ რაღაც საოცარი პიროვნება და ბევრი სხვა რამ კიდე მარშალის გეგმამ შეუწყო ხელი. კი ბატონო, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა ეხამდე რომ მეწარმე და ფინანსები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება მათ შორის იყოს გაუვალი კედელი. შეიძლება იყოს, მაგრამ ამით არაფერი არ მოხდება. ვერასდროს ვერაფერი ვერ მოხდება. ეს არის აბსოლუტური მე გეტყვით თქვენ არ მინდა რომ ეს აზრი ამ იმაში განავითაროთ მინდა არ გააჩეროთ უბრალოდ მე მინდა გითხრათ რომ აი მაგალითად არა თქვენ რაც ბძანეთ ხო ეს მნიშვნელოვანია მაგრამ ახლა აიღეთ როგორ არის ენერგეტიკული რესურსების ფასი თქვა ამ ქვეყნებში როგორ ეხმარება ამერიკაში იაპონიაში გერმანიაში როგორ ეხმარება თქვა იგივე საფრანგეთში და სხვაგან ჩვენთან ყველაზე ძვირია ეს ენერგეტიკული რესურსები მეწარმეისთვის. თანაც ჩვენი მდგომარეობა როგორია? ჩვენ გვაქვს ენერგოტევადი ეკონომიკა დღეს, იმიტომ რომ ის ძველი პერიოდისაა შემორჩენილი და ამის და თუ ენერგეტიკა ფასი წყალზე, გაზზე და ენერგეტიკაზე ასეთი დარჩება, მიუხედავად იმისა ის სესხი რომ იცე, მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს და მე ერთი რამ მინდა გითხრა გერმანიის მაგალითი, როდესაც ჩავედი ჩვენ რაღაც პროექტი ჩავიტანეთ გერმანიაში და რაც კონდა ერქარდის ფონდში შეხვედრა და ერქარდის ფონდში გითხრეს ასეთი რამ მარტივად გეტყვითო როგორ გამოვიდა გერმანია მდგომარეობიდან ჩვენო მეცნიერები ერქარდის ის იყო რომ გავედით ხალხი და ხალხს კითხეთო რომ რა არის ისეთი რამ რომლის გარეშეც თქვენ ცხოვრება არ შეუძლია გერმანელ ოჯახს ხალხს
ჩამოიწერა 100-მდე რამ, რომლის გარეშე შეუძლებელი იყო ცხოვრება. ერქარდი გამოვიდა და თქვა, რომ ვინც ამას აწარმოებს, იმას არ ვახტევინებ, გადასახადს არ ვახტევინებ. დადგა გერმანია ფეხზე, ხო? იდეა ასე მოხდა. მაგრამ ეხლა მე კორეაში ასე ყველგან ერთ უხერხულ განვითარებას მივცემ, როდესაც აი თქვა მე არ მინდა თქვენ ამაზე ისა, მაგრამ აი ბევრს ვეუბნები მე ძალიან, აი რომლებიც ლაპარაკობენ, რომ იმან ამდენი ფული დახარჯა და ასე შემდგომ. მე წევან იმიტომ თქვი, რომ იმ ფულით, რომელიც დაიხარჯა ქვეყანაში, გარედან რა ინვესტიცია შემოვიდა, რაც ქონდა თუნდაც თქვა ბატონი ბიძინასთან რაც დახარჯა, მე გარწმუნებ თქვენ რომ დღეს საქართველოს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა რო სწორად წასულიყო. აი ამიტომ აი ყველას ვეუბნებით, გეუბნებით რომ თქვენ გონიათ რომ თქვენ ებრძვით ბიძინა ივანიშვილს, აი რომლებიც ლაპარაკობთ და ტაშს უკრავთ და კამელეონები რო გახდეთ. 7 მილიარდი დავხარჯე რომ ამბობს. საქართველოში 1 მილიარდით შესაძლებელია 150,000 სამუშაო ადგილი შექმნეს უნიკალური რამ არის შეიძლება შექმნა მეტი ნაკლები ახლა ამაზე ვიკამათოთ მაგი არ არის მთავარი მაგრამ თქვა 150,000 სამუშაო ადგილი შექმნა სადაც ხელფასი მინიმუმ 3,000 ლარი და მეტი იქნება 7 მილიარდით 1 მილიონი სამუშაო ადგილი შეიძლება შექმნილიყო რომ აიღო ხელფასი რომ 3,000 ლარი ყოფილიყო მისი საშემოსავლო იყო 6 ესე იგი უნდა გადაეხადა 600 ლარი თვეში და ანუ 1 მილიონს 600 მილიონი უნდა გადაეხადა ესე იგი თვის განმავლობაში და 7.2 მილიარდი უნდა ყოფილიყო შემოსავლები მარტო აქედან ჩვენ რო გადაწყვეტილება მივეღო რომ ამ ფულით არავის არ ვეხმარებით ჯერ არც ვთქვათ რაღაც ვაკეთებთ მოდით სამუშაო ადგილებს ვქმნით შესაბამისად მეცნიერებას ვანვითარებთ მე ვერ წარმოვიდგენია სამუშაო ადგილები განათლების მაღალი ხარისხის გარეშე ამიტომ ვამბობ რომ განათლება და მეწარმე ხელის გულზე უნდა ყავდეს სახელმწიფოს თუ სახელმწიფოს უნდა მასწავლებელი და მეწარმე და ჩვენ ვამბობდით იმას რომ აი იმ მარტო საშემოსავლო რაც იქნება გადასახადი ანუ წელიწადში 7.2 მილიარდი ამით მივეხმაროთ ვისაც გინდათ თქვენ უნიკალური მაგალითი მოიყვანეთ ერთი ჩვენ დღესაც ვეუბნებით თუ ძალიან ბევრმა აი რა გააკეთა არგენტინაში რომ მივიდა ეს დღევანდელი პრეზიდენტი რომელიც ძალიან ძლიერ ბევრ კარგ რამეს აკეთებს ახლა შეიძლება ვინმეს ვისაკამათოა მაგრამ გააკეთა ერთი რამ რომ ნახა უამრავ ადამიანს ჰქონდა სოციალური დახმარება და ამას იყენებდნენ ის რომ მიიღოთ ხმები საარჩევნო ხმები ეს კაცი აღმოჩნდა ვაშკაცი და თქვა მე არ მინდა ამ გაჭირებული ხალხისგან ხმები როგორ უნდა ვიყიდო ამით ფულს რაღაცას ვაძლევ და აიღო და რას თქვენ ძანეთ გამოაცხადა და თქვა ჩვენ ვაძლევთ გაჭირებულ ადამიანებს ამდენ მილიარდს ყოველწლიურად გაძლევთ თქვენ ბანკებს ვისაც კარგი პროგრამა წავიდა ეკონომიკა წავიდა ჩვენთან 1 მილიონი ადამიანი უკვე იღებს 200-300 ლარს მათხოვრა დაგწეს ზოდაწეროს ეს ბატონო სოსო მე ვნახე ადამიანი რომელიც ტიროდა მე წერილი მაქვსო განცხადება მაქვს დაწერილი ისეთიო ცხოვრება აღარ მინდა რა განცხადება დავწერეო მათხოვარი ვარო არა მაქვსო არც საჭმელი არც აცმელი მაცივარი არ მაქვს არაფერი არ მაქვს არაფერი ქათამი არ მყავს ღორი არ მყავს არაფერი და რაც მყავდა ქათამი და ღორი ზალაში შევიყვანე მეზობელმა ვარ დაინახოს ვარ მიჩივლოსო და აი ამიტომ მოვიპოვე ეს აგერ ეს რა არის აი ამიხსენი კაცურად ამიხსენი მეტი არაფერი არ მინდა ამდენია სახსნელია ეხლა ბალონთან აი რა შეაც საქმე კიდევ მე მინდა უბრალოდ შევადაროთ ფასი უბრალოდ აი ახლა კატასტროფისკენ მიდიხარ ხო არა აი უბრალოდ აი სახელმწიფო გუშინი დაწერეთ თქვენს Facebook-ზე რომ აეროპორტში 2 ფინჯანი ყავა და 4 ლუკმა საჭმელი 100 ლარი სწორია ხო ზანეთ ამაზე უარესი რა უნდა ბატონო ეხლა ჩვენ ჩავატარეთ სახელმწიფო სამართლის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა მონიტორინგი ფასების ავიღეთ ქალაქი სტამბოლი, თბილისი, მოსკოვი, ბაქო, ფრანკფურტი და პარიზი. კარგი ქალაქებია, კარგი ანალიზი იქნებოდა. რა მივიღეთ? საქართველოზე ძვირი ბაზარი არც ერთგან არ არის. არც ფრანკფურტში, არც პარიზში. აქ ლაპარაკი არის ბატონებო იმაზე კი რომ ბატონმა სოსომ გააკეთა ან მარტო ან თემურმა გააკეთა. აქ ლაპარაკი არის კვლევითმა ცენტრმა გააკეთა ანალიზებზე დაყრდნობით
და ასე შემდგომ ეს არის სანდოზე სანდო ვინ რას ლაპარაკობს ტელევიზიით და ფეისბუქზე რას წერს ეს სხვა რამე ეს არის ეროვნული ცენტრი სამართლის ღია ინტერნეტში დევს ეს ყველაფერი და დიახ რა თქმა უნდა შეუძლია ეს ნახოს დიდი მადლობა კარგი მიმართულება ეხლა რა შეასაქმე რატომ აღმოჩნდა რომ თანაც განსხვავება არის მაგალითად რძის პროდუქტებზე 40% რძის პროდუქტებზე ყველა სხვა ეგრეთ წოდებული გაფართოებულ კალათას სასურსათო კალათას თუ ანგარიშებ 28-დან 35%-მდეა სხვაობა 10 ბოთლი წყალი აი პაკეტებში რო იყიდება ფრანკფურტში გიგს 2.5 евро აქ 12 ლარი 4 მეტი 4.5 თითქოს თო უბრალოდ დება საკითხი წყლის ქვეყანაში წყლის ხელფასი აქ ნაკლებია გადასახადები რაც არის არ არის ისეთი კატასტროფული გადასახადები რომ ანუ ეხლა საშემოსავლო როდესაც იღებ თქვა და 20% მე აქვს იმას წარმოუდგენელი DGG წარმოუდგენ დიდია ჩვენთან ესე არა მე გეთახმებით იმაში გერმანიაში დიდია ბატონო მაგაში კი არ არის საკითხი უბრალოდ აი თვითონ ორგანიკა ამისი რაში მდგომარეობს აი როგორ ხდება ეს აი როგორ რატომ ხდება ეს ეკითხო უბრალოდ რატომ კარგია სორი აგერ თბილისის ბაზარში როცა შევესწავლეთ ფასები დაახლოებით ეს 25-30 დღის წინ იყო მოცუღი და 80 ლარი 25-30 დღის წინ დღის წინ რა მე ხო ამას ვამბობ ხო 80 ლარი 80 ლარი ხბოს ხორცი 35-დან 40 ლარამდე საქონლის ხორცი ნუ საშუალოდ 30 ლარი ეხლა წარმოვიდგინოთ ასეთი რა რომ საშუალო ხელფასი საქართველოში ტყუილია რომ ეს არის 2000 ლარი რა თქმა უნდა ტყუილია არა რომ იყოს კიდევაც ანალიზ როგორ ვაკეთებთ მე და თქვენ 14000 ლარს იღებს ვიღაცა და თქვენ რო იღებთ 1000 ლარს საშუალო ხელფასი გამოდის 7000 ლარი მაგრამ თქვენ გაქვთ 1000 ლარს აქვს 5000 კი ზუსტად მასია ეხლა ეს რა ვითარებაში ვარდება საქართველოს მოქალაქე დავუშვათ თუნდაც $500 აქვს ხელფასი და იმას აქვს 5500 ისა 2500 евро ის ყიდულობს წყალს 40%-ით ნაკლებ ბაში ვიდრე მე ეხლა როგორ დავეწევი მე იმას ბატონო ისეთ რამეებს ამიტომ აი წუხელი ეხლა ფოცხიშვილების კონცერტი იყო სასაული პიროვნება ეს გიორგი ფოცხიშვილი ჩვენ გასაგებია ეხლა ფეხბურთელზე რო ლაპარაკობთ კვარაცხელია ესე მაგრამ აი იმ ზომის საოცრება ეს ხელოვნებაში არის სრულიად საოცრება სასაული რამეა და გადაჭედილი აი ფილარმონიის ისა დარბაზი და რაღაც მაგრამ აი ციციერის თავი იქვე აღმოჩნდა ჩვენ გვერდით ერთმანეთს გვერდით აღმოჩნდა და მეუბნება რომ 5 დღით ვიყავი წასული თურქეთში და გაუცემული მიყვებოდა რომ ვიცხოვრე კარგ სასტუმროში კვება იყო წინვალე თვითმფრინავი იქე თვითმფრინავი აქეთ და ცხოვრე 800 ლარი დამეჯდა ყველაფერი მე გეუბნებით თქვენ ახლა 800 ლარი ეხლა წადით და ქობულეთში და ბათუმში იცხოვრეთ თქვენ 800 ლარით ერთი დღე ნუ შეუძლებელია მოკლედ აი ვითარება არის ასეთი გამოსავალი აი ჩვენ ასე ვთქვათ წინა ნაწილში ვილაპარაკეთ სხვანაირად ეს ვერ მოხდება უბრალოდ აი ჩვენ ვიცხოვრებთ კიდე 30 წელი კიდე აი ასე ვიქნებით კიდე ბოლოს და ბოლოს დაიცლება ეს ქვეყანა ქართველებისგან და ნუ მე არ ვიცი ახლა მე უკვე აზრი აღარ აქვს ლაპარაკს ამას უნდა ძალიან კვალიფიცირებული ამას არ ჭირდება დიდი მეცნიერება ამას არ ჭირდება რაღაც გადასარევი გენიოსები და ასე შემდეგ ეს დევს ზედაპირზე ბატონო სულიად გადაახმარებით ზედაპირზე ჩვეულებრივი ნორმალურად მაზროვნე ადამიანი ამას ხედავს ჩემთვის კრიტერიუმი შეფასებისა არა გამოქვეყნებული ანგარიშებია ეკონომიკა რა დღეში გვაქვს არამედ ბაზარი შევძანდით ბაზარში და ნახეთ უბრალოდ ფასები მორჭა ამას
სულ არ მაინტერესებს რა იწერება ასე ვთქვათ. მაგრამ ბატონ სუსო ისეთი რამეა რომ აი კახეთში თქვენ ახლა კახეთთან თქვენი როგორც იტყვიან სული და გულია და დაკავშირებული ხართ და ჩვენ კახეთში ერთხელ ვიყავით რამაზ ლომინაძესთან ჩვენ საერთო მეგობარი და რაღაც ხო გახსოვთ ატამი და ის ხუგიყვა რომ ახლა იმ პერიოდზეა ლაპარაკი რომ 20 თეთრს მაძლებენო კილოში ჩემთან უსახში 30 თეთრსო და ბაზარში კიდე 4 ლარიო და მე წავედით მართლა ნახეთ და აღმოჩნდა რომ ზუსტად ასე კაცი გეხვეწება რომ ბიჭო ეს შუალედური ფირმა რა ანც ეკავშირებს მსგავსი რაღაცა მაინც შექმნითო იმას გეუბნება კიდე უფრო უარესი რა გითხრა იმ კაცმა ნახეთ ბიჭო მე 50 20 თეთრს მომაძლებთ 50 თეთრი მაინც მომეცითო და თბილისში ერთხელად გაყიდეთო მე ჩვენ ავიღეთ და ბატონი ვახში ჟვანია და ესენი აი ვინც არიან ყველაფერზე ჩავატარეთ ექსპერიმენტი აი თაფლი რომელიც 50 ლარი ღირს მაღაზიაში 15 ლარად რო გაიყიდა აქ აინაზღაურა ისინი 2-3 ლარი ტელევიზიასაც მიეხმარენ 1 კილოგრამზე წარმოგიდგენია მაგრამ ახლა ჩვენ ხო ამის გამყიდველები არა ვართ მაგრამ ექსპერიმენტი ჩატარდა ხო საზამთროზე იგივე ექსპერიმენტი ჩატარდა ყველაფერი ის ხალხი დღემდე გვირეკავი გვეუბნება კიდე არ გინდათ სახელმწიფოს ვეუბნებით რა არის რატო ეკცევით თბილისელს ასე რომ აგერ 200 კილომეტრში 10 ჯერ ზვირდება პროდუქტი რომელიც ღირს იქ ადგილზე რომ იხდიან თქვა 1 ლარს პირობითად ვამბობ აქ ღირს როგორც მინიმუმ 10 ლარი აი ასეთი შეიძლება ითქვას ტრაგიკული ვითარებაა და რომელსაც აუცილებლად უნდა მოენახოს გადაწყვეტა ერთია მხოლოდ რომ მეწარმემ უნდა მიიღოს დაფინანსება ამ გზით ან იმ გზით რაღაცა გზით მაინც თორემ მობიერებად ექცევით იმას თორე ახლა თქვენ ხო იცით რომ ბანკი საქართველოში 2-3 ბანკია რომელიც წარმმართველია და 2 მილიარდია სუბთა მოგება წელიწადში კი ბატონო ესე იგი ხო წარმოგიდგენიათ მე მეწარმე არ ვიცი რომელმაც რო აღრიცხოს ყველაფერი თავის შრომა კახეთში გლეხი რო შრომობს რომ ჩადოს იქ როგორც თქვა და აი გერმანიაში და ის ღირს მისი შრომა როგორცაა დაფასებული ყველაფერი ფულზე რო გადაიყვანოს ყველაფერი ესენი მე გარწმუნებ 1 კილოგრამი ყურძენი მე დათვლილი გვაქვს ჩვენ ეგ 1 კილოგრამი ყურძენი გამოვა დაახლოებით ლარი და 80-90 თეთრი და აბარებს 1 ლარად. აი რო გაკითხოს. ორჯერ იაფად აბარებს ვიდრე. ამ ბუნის კარხანას აბარებს 1 ლარად. ხო, მაგას ვამბობ, ესე იგი ანუ თვითღირებულება, ამას ამბობთ ხომ? თავის შრომაც რო შედის იქ ყველაფერი, მაგრამ გლეხი ჩვენთან ჩვენ ხო ჩვენ შრომას პასუხი. ამაშია საკ. არაფერს არ ვადებ, და ყველაფერი ეს გვაჯობა შუალედურმა ფირმამ. ეხლა მე არ მინდა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ შუალედურ ფირმებს გამოუცხადეს დიდი ომი. რატომ? იმიტომ რომ აი მაგალითად ჭიათურაში იყო ასეთი რამ. სხვა შორის ეს გახარიას დროს მოხდა ამის როცა მიიტანეს და ანალიზი და მე თვითონ ვიღებდი იმ ანალიზის იმაში. ბიზნესის დაცვის ომბუდსმენი იყო და აი ასეთი რამ მოხდა რომ ესე იგი აუგზავნეს ჩაბარება ყველაფერი და ნუ არეთ გარეთ გატანა რაღაცა და წაართვეს იურიდიული უფლებები ყველაფერი და ამ შემდგომ და აღმოჩნდა რომ 4 ფირმა იყო რომელზეც შეგეძლო ჩაგებარებე პირდაპირ ფეროშორი მიქონდა 4 ფირმა იყო ამ 4 ფირმიდან ერთ-ერთს აბარებდი ხო ამ 4 ფირმიდან განაწილებული იყო ერთი ოცნების ორი ოცნების იყო თუ სამი ერთი ნაციონალების იყო ძველი შენარჩუნებული და გაინაწილეს ეს ყველაფერი და კუთხეში როზის ერთ კომპიუტერთან კაცი იმას ჰქონდა მოგება 4 ჯერ და 5 ჯერ მეტი ვიდრე იმას ვინც აწარმოეს ამოიღო გარეცხა და ამუშავა ყველაფერი ის იღებდა ტონაზე თქვა $10 პარლებში და ეს კომპიუტერ და არაფერს არ აკეთებდა ის იღებდა $50 პარლებში ამ ეკონომიკაზე რომ არის ქვეყანაში ეს ხო კონკურენტული გარემო აღარ არის აი რომ იკითხა ვინ არის ამ შუალედურ ფირმაში თუნდაც კახეთი და რომ მოაქვს ანუ ვისაც შემოაქვს გარეთ ვისაც შემოაქვს ხორცი ხორბალი ყველა ხო პარლამენტში ზის ვისაც შემოაქვს წამალი ხო პარლამენტში ზის არა ყველაფერი აი ყველა ეს ადამიანი კატასტროფაა ვიდრე ჩვენ კონცენტრირებას არ გავაკეთებთ სწორად ვინმე სხვა არ ებრძვის კაცო ლაპარაკი არის იმაზე რომ სწორი ორგანიზება მოხდეს არასწორად ვაყენებ საკითხს გარდა ამისა თვითონ ეკონომიკის სტრუქტურირება ვერ ხდება აი მაგალითად თქვენ რო ბრძანეთ იმ ატმის ამბავი და ასე შემდეგ რატომ ხდება ეს იმიტომ რომ არ არის გადამამუშავებელი საწარმო მეთანხმები არ არის გადამამუშავებელი საწარმო არ არის ჩირის არ არის წვენების არ არის ყვამრავი თორე ხილის ხარისხით ჩვენი არის უმაღლესი კი ბატონო
კი ბატონო. გადამუშავებელი საწარმო თუ არ არის, შენ ხარ უბრალოდ დანამატი რაღაცის, მეტი არაფერი. იმიტომ რომ მე არ ვაპრობ ღრმა დამუშავებაზე. უბრალოდ გადამამუშავებელი. მაგალითად ატმიდან მიიღოს ჭირი ან წვენი ან რაღაც გვარი. უბრალოდ. ამაზე მარტივ წარმოებას ხეროფონდ პროექტში პროდუქტები სასაული ნუ ეს. კი ბატონო. ეხლა მე თქვენგან რო გამოვედით იმ კაცმა თქვენ რომ ესო რა გამოცდილების მქონე კაციაო. თქვენზე იკითხა მე რომ რახა ეს ყველაფერი და მე ვთხარი ეს არის საგარეო ეკონომიკური მინისტრი მსოფლიო პროცესები იცისო და ვინც იცის მსოფლიო პროცესები უნდა ჩაკეტონ სამზარეულოში. ხოდა ვითარება ეხლა თავის დავატეთ აი მაგალითად საქართველოს არ აქვს პრიორიტეტები ეკონომიკური პრიორიტეტები. რა არის ჩვენი ყველაფერის განვითარება ვერ მოხდება საქართველოში არა? უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ეკონომიკური პრიორიტეტები, რომლის თავიც ჩვენ ქვეყანას აქვს, რომლის შესაძლებლობაც აქვს. რისი წარმოება შეიძლება, რისი წარმოება იქნება ჩვენთვის კარგი და რაციონალური, რომ თავარი ყურადღება მივაქციოთ იმას. აი წარმოიდგინეთ ახლა საკვები პროდუქტების 82% არის იმპორტი. წლიურად ეს არის დაახლოებით 850 მილიონი დოლარი. ანუ ყოველ წელს საქართველოსდან 850 მილიონი დოლარი გადის, რომ საკვები პროდუქტები ვიყიდოთ. და შემოგვიყიდება სხვა რამეა რაფაში. ეგ დავანებოთ ღირებულებით. ხო, დავანებოთ. 850 მილიონის. ახლა წარმოიდგინოთ ჩვენ მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით იმპორტის 40-50% შეიძლება იწარმოოს ადგილობრივად. რა თქმა უნდა, როს მინიმუმ. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ციფრობრივად მონაცემებში რას გვაძლევს. ესე იგი, ყოველ წელს რომ საქართველოს უკან დაუბრუნდეს საქართველოს აგრარულ სექტორს 400 მილიონი დოლარი. აი წარმოიდგინეთ ახლა ეს რას უზამს? ყოველ წელს 400 მილიონი დოლარი რომ ჩაიდოს ისე და ისე თქვენ ვიცით ახლა მე უბრალოდ ხშირად მithქვავს ეს, მაგრამ თქვენი პასუხი უფრო ახლა ეკონომისტი და იური დოტაციურზეა ხომ ყველა დიდ სახელმწიფოში სოფლის მეურნეობა ძირითადად. იცით რა არის? არ არის მთლად ასე. აი ამას ხშირად ეკონომისტები ამბობენ და მე ძალიან ასე ვთქვათ კრიტიკულად ვდგები. ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ, არ არის ეს ასე. სოფლის მეურნეობას განხილვა არ შეიძლება ერთიანობაში. უნდა განვიხილოთ კონკრეტული დარგები. ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგალითად, ავიღოთ ჰოლანდია, ყვავილებით, მარტო ყვავილებით 22 მილიარდი დოლარი შესდის. მარტო ყვავილებით, რის დოტაციაა? ყვავილების ქვეყანაში არა, გასაგებია მე მაგაში გეთანხმები ახლა. ლაპარაკი არის, ვთქვათ, აი მარტინ მაგალითს გეტყვით და მე გავაგზავნოთ აი ჩემის მე ჩავდივარ ესე იგი ჩვენთან ნოდარ გიორგაძე რომ იყო გახსოვთ ეს ბანული. მან მითხრა ერთხელ ავსტრიაში იყო და რაღაცა რომ შევხვდი ევროპაში, მითხრა რომ მინდა ერთ ჩამოხვიდეო და გაჩვენეო რა შევქმნიო და ჩავედი ბრატისლავასთან ახლოს არის აი ესე როგორც წყალტუბოა ჩვენი. ვიცი მე გამყოფილად მეგობარია ხო და მაგრამ ხო საინტერესო პიროვნება ძალიან მაგრამ ბევრ რამეზე იქ გამეხსნა ეს რა ქვია აზროვნება სხვა მიმართულებით წავიდე. და ხედავ რომ აი ნებს ვერ ჩააგდებ იმდენი ვინმეა იქ. ხო და მე ვთხარი ეს როგორ და აქ არაფერს არ ვიგებ მითხრა. აბა როგორ იგებ მეთქე აბა ეს რომ მითხრა რომ აი რაც ამას ემსახურებაო საჭმელი სასმელი რაც არისო და მიმიყვანა თერმებში. და მაჩვენა რომ საქონელი ყველა აღრიცხულია რაც მე მჭირდება საქონლის ერთ საქონელი ნომერი აქვს თავისი რაც ჭირდება ან საძოვარს მაძლებენ საჭმელს სასმელს ყველაფერს იგივეა ვთქვათ კიტრი პამიდორი ყველაფერი და ეს პრაქტიკულად მე არაფერი არ მიჯდებაო მითხრა ხედავ რაზეა ლაპარაკი სამაგიეროდ მოიგო იქ მე ჯამში გეთახმებით რომ ეს კომპლექსში უნდა განვიხილოთ მაგრამ მე ამას ვეძახი რომ ასე ეხმარება სოფლის თურქეთში მეტი კი არაფერია თურქეთში ეგ რატო წავიდა ტურისტი ბევრი როგორ ხდება ეს ახლა რომ 800 ლარი ღირს 5 დღე სასტუმროში იცხოვრო საჭმელი ჭამო თვითმფრინავი წახვიდე წამოხვიდე 800 300 დოლარზე ნაკლები წარმოგვიდგენია ანუ ახლა ეს როგორ ხდება ეს ყველაფერი არა გარდა იმისა რომ ასეთი პრიორიტეტები და ეს აქვს გაკეთებული ამაზე უნდა მუშაობდნენ მეცნიერები ეს უნდა იყოს თქვა რაღაცა მაგრამ მეცნიერები რომ მუშაობდნენ თუ არ უსმენს ვინმე რა მნიშვნელობა აქვს აი მაგაში ეს აქვს
აგაშენებენ. აი ეგ ცალკე საკითხია კიდე. და კიდე ერთხელ ვამბობ, იცით, აი ის რადგან ჩვენ საუბრობთ, ეს არ არის დიდი სამეცნიერო განსჯის. გეთანხმები, აბსოლუტურად არავითარი ყველაფერი დევს ზედაპირზე. ყველაფრის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს. ყველაფრის. ერთი კაციც რომ ჩავიდეს და შეისწავლოს სამხრეთ კორეის გამდიდრების ფორმები და მეთოდები და როგორ მოხდა ეს ყველაფერი ნათელია. ამას არ ჭირდება ჩასვლაც არ ჭირდება ამას იქ. აი ხე ეს გადაცემები რომ მოისმინე შეიძლება ეხლაც უყურებს, ну თქვათ არის ერთ-ერთი ქალბატონი რომელიც გორში ცხოვრობს, ესე იგი მედია აბაშიძე და მან ის მოვიდა ტელევიზიაში ჩვენთან 3-4 სოფელთან დაკავშირებით პროექტი თქვა ისეთი გაუცებული დავრჩი რომ აი თქვათ აი ქალბატონი აგერ მეორე არის თქვათ ისინი არიან ზღვაზე ისინი შავი ზღვის შესაძლებლობები ხო უნიკალურია ჩვენია რა ნუ ნიკო ნიკოლაძემ დაიბარა რომ ყველა დიდი მეგობარი საქართველოსი არის შავი ზღვა ვინმე მიცი შავი ზღვის შესაძლებლობები რა არის მერაბ ჯიბლაძე დადიოდა იქ და ისეთ რამეებს გეუბნებოდა აქ არის არაფერი არ გჭირდებაო თქვა ელექტროენერგია გინდა რა გინდა ყველაფერი აქ არისო მარილი გინდა რა ყველა გაუცებული ვიყავით რა თვითონ სწავლობდა ახლა ფიზიკოსი იყო და რა აი აგერ თქვათ აი მეცნიერთა პროექტი დაიწყო ასეთი ნახეთ როგორია მეცნიერება პლუს ფინანსები გამორიცხულია ფინანსები მეცნიერება პლუს ფინანსები პლუს საკუთრება პლუს მენეჯმენტი და პლუს რეკლამა ეს ხუთეული შევაერთეთ ერთმანეთში და ეგერ ბატონმა კახაშენგელიამ ერთი მემართულებით უნივერსიტეტის იცით როგორია და რომ ნახარო წარმოედგინა ეს პროექტი და ყველ 40-მდე ჯიში რომელიც გადაშენების ზღვარზე იყო ხორბლის აბსოლუტურად ყოველგვარი პესტიციდის და სასუქის გარეშე აგერ ესე იგი აი ლეონიძის სოფელში აი ქალბატონმა ესე იგი პატარძეუში მარიამ კიკაძემ მოიყვანა თავის ეზოში აი ახლა სულ ფიქრობ იმაზე როდესაც იქნება აღება რა ხალხს უთხრათ რისი გაკეთება შეიძლება აგერ იქეთ მიეხმარა მეორე იმაზე 30 გექტარზე და 30 გექტარზე თქვათ აი ბატონი გოჩაძასხოვი ეხმარება და 30 გექტარზე ეუბნებიან და სასუქი გაუკეთე გაიზრდება ორჯერ სამჯერ აბსოლუტურად ამბობს იმას რომ მე არ მივიღებ არაფერს მაგრამ ამას არ გაუკეთებს სასუქს პესტიციდს რასაც არ ჭამენ თქვათ თურქეთში ის მოდის ჩვენთან თქვენ იცით ძალიან კარგად რომ ბევრი პროდუქტია რომელიც აი მაგალითად ბარკლის ჭამა კანკარაში და იმაში რა ქვია დედაქალაქში და მთავარ მაგათ სტამბულში არ არის ფათოღლიფქვილი არ იყო რაღაც ჩვენთან ეს ყველაფერი იყო შემოქონდათ აქეთ კვერცხისდებელი ქათმის ბიზნესი არ არსებობს იქ არ შეიძლება კვერცხი შეიძლება თორე კვერცხისდებელი ქათამი გაყიდო მე მოიტანებენ ჩვენთან აგერ ქიმიას გაუკეთებენ და იყიდება ჩვენთან რა და დაწამლეს საზოგადოება ხალხი და ახლა ექიმებს უკვირთ თურქეთში რა სჭამთ ასეც თქვენ საქართველოში რა სჭამთ ისეც რომ ამ ყველა ვინც ჩამოდის ჩვენთან ამა ყველაფერი კვების გამოა ახლა აგერ უკვე იგივე გითხრეს ესე იგი აი ფრანგმა ექიმებმაც იგივე თქვენს და მე ხუმრობით უთხარი თქვენგან წამოღებული საჭმელები ჩვენ არ ვჭამთ მაგას აქო ისინი გეუბნებიან მოდის აქ და ხელისუფლება გეუბნება რომ იქედა უნდა საწამლავი 300-400 მილიონი დოლარის შხამ ქიმიკატის შემოგვაქვს ჩვენ მარტო თურქეთიდან ყოველწლიურად ბატონო ეხლა რაც შეეხება დონაციურია თუ არა სოფლის მეურნეობა. იცით, გარკვეული სფეროები არსებობს, რომელსაც ჭირდება ხანგრძლივი ფინანსირება. აი მაგალითად მეცხოველეობა. ვიდრე მეცხოველეობის, ასე ვთქვათ, განვითარებას დავიწყებთ, პირველი ეტაპი არის საკვებწარმოება. თუ საკვები არ აგაქვს, მეცხოველეობა არ იქნება. საკვები წარმოება რომ აიყვანოს სათანადო სიმაღლეზე დაახლოებით 8-10 წელი ჭირდება. აი საქართველოს პირობები როგორ არის? საქართველოში საძოვრების დაახლოებით 65-67% არის ეროზირებული. აქედან 37%, ანუ ნახევარი არის ღრმად ეროზირებული. ანუ რას ნიშნავს ეს? იქ ბალახი კი მოდის, მაგრამ ის ბალახი არაფერს არ შეიცავს. დროხამ რაც არ უნდა ჭამოს, ასე ვთქვათ, საქონელმა ეს ბალახი ვერ გაიზრდება. ვერა. ახლა აი წარმოვიდგინოთ უბრალოდ ერთ სულ საქონელს საქართველოში ჭირდება საკვებისათვის 7 გექტარი. ზამთარ-ზაფხულის სეზონი.
ჰოლანდიაში ჭირდება დაახლოებით 1 გექტარიც არა 0.8 გექტარი. სად 7 გექტარი? სად 0.8. და სად ჰოლანდიის მიწები? ესა ჩვენი. ეხლა აი უბრალოდ მივიდეთ იმამდე. ყურეთ ეხლა ჰოლანდიური ძროხა საშუალოდ უნდა ვიანგარიშოთ, რომ იწოლება დაახლოებით 40-45 litrს. ჩვენი 7-8 litrზე რო ავიდეს შენიერი ხო, შენიერი. ხლა როგორ თანაც რაშია საქმე? აი 0.8 გექტარზე 300 წელი მოუნდა ჰოლანდია რომ მიიღოს ელექციით ისეთი ბალახი რომლითაც იკვებება საქონელი ნორმაზე და მას აქვს 40-45 ლიტრი 50-იც წელადობა 0.8 გექტარი და 7 გექტარი ამ 7 გექტარსაც რო ჭამს ჩვენთან საქართველოში საქონელი ამას არავითარ ცხიმი ძალიან ცოტა მიკროელემენტები დაცლილია ეხლა რომ გავხადოთ ჩვენ საქართველოს საძოვრები რენტაბელური ამას ჭირდება 7-8 წელი სისტემური დაფინანსება ესე იგი საოცარ ანალიზებს აკეთებთ რა ყველა დიდი ტრაგედია იმაშია სოციალურ რომ ვიღაცას გონია ჰოლანდიურ ძროხას თუ ჩამოვიყვან ჩვენ აქ იგი მოგცემს 45 litrს ეს ისეთი სისულელია იმიტომ ეს ყველ სწორად თქვით რომ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმ საძოვარზე და ბალახზე და ბევრ სხვა რამეზე რა თქმა უნდა ანუ ხო წყალზე და ასე კი გეთახმები ამას შეგლა იაპონიის მაგალითი მაქვს მე გაუცებული ვარ მაგალითად რომ იაპონიაში იცით თქვენ რომ ხორცი უჯდება 2-3 ძირი ვიდრე სხვაგან მაგრამ იაპონიაში ხორცს ვერ შეიტანს ვერავინ და სახელმწიფო უკეთებს დოტაციას იყიდება ხორცი 20 ესე იგი 10-15 რომ ღირს 15-20 დოტაციას ანუ მოსახლეობაზე კიდის იმპაში როგორც იყიდება ამერიკაში მაგრამ არ კარგავს თავის იმას რა ქვია ამ დარგს და თავისი ხალხის ჯანმრთელობა ის ამბობს მე ჯანმრთელობა არ უნდა დამიჯდეს ზვირი მე უნდა ვაჭამო ისეთი საჭმელი რომ ეს უნდა ხალხს უნდა მივცე ეს არის პატივისცემა ხალხის რომ თვითონ საჭმელი იყოს წამალი და ჩვენთან საწამლავს ვაძლევთ საჭმელს და მე გვიკვირს რომ ჯანმრთელობაში რამდენი ფული რა ჯანმრთელობაში იხარჯება მე გარწმუნებთ თქვენ რომ ერთ კაცზე გაანგარიშებით მე ვერ გეტყვით რომ სადმე ამდენი ფული შეიძლება დაიხარჯოს ბატონო ავსტრალიაში გააკეთეს ასეთი ექსპერიმენტი მე ხლა მინდა ცოტა ჯანმრთელობის დაცვა შევეხო კარგია მაგალითად არის 50000 მოსახლე 50000 მოსახლეს ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაუშვათ ჭირდებოდა დაუშვათ $5 მილიონი და გააკეთეს აი ასეთი რამე აი ეს აღარ მახსოვს ზუსტად სახელი დასახლებული პუნქტის გამოყვეს ეს სისტემა ზოგადი სისტემიდან და მიცეს მათ ასეთი რამე რომ აი თქვენ ექიმებს ჩვენ გიხდით $40 მილიონი აი ამ ყველაფრისთვის თუ დაგრჩებათ თქვენი თუ არ დაგრჩებათ მე რო ვილაპარაკოთ ხო ექიმი ჩავარდა ასე ვთქვათ დილემაში რა ქნას და წარმოგიდგენთ ესე იგი მათ ისინდენად იზრუნეს პროფილაქტიკურ ღონისძიებების ჩატარებაზე რომ არ გამხდარიყო ავად აგაშინებთ ადამიანი არ გამხდარიყო ავად სპორტი კვება ყველაფერი რომ მასზე ფული აღარ დახარჯულიყო ჩვენ ვაავადყოფებთ და მე ფულს ხარჯავთ და ხალხს ვეუბნებით მადლობას და არჩევნების დროს ხმა მომეციო იმიტომ რომ ვაუჩერს გაძლევ რომ მიხვიდე იქ და ის რაღაც ოპერაცია ეკეთო მე რო ვამბობდი ახლა გერმანიაში და სხვა ქვეყნებში პროდუქტების ფასი ის იმ ფასს რო იხდის ხო ჩვენზე 40%-ით ნაკლებს ხარისხი რომ შეადარო ის პროდუქტის ხარისხი რასაც ის ყიდულობს და ის რაც აქ არის როგორ გითხრათ მე იაპონიაში ძალიან ბევრი ვიცი და არის ერთი ქალბატონი აგერ ვარ იყოს ვინმე რო არ თქვას ქალბატონი ელენე ხუციშვილი რომელიც ამბობს რომ მე საქართველოში პროდუქტს ჩემი ოჯახი ვინც არის დარჩენილი არ ყიდულობ ვაგზავნი ყველაფერს იტალიიდან
იტალიიდან აგზავნის და ამბობს ის, რომ გარანტირებული ვარ ხარისხით და 20%-ით უფრო იაფი მიჯდება, რომ ვაგზავნი იქიდან პროდუქციო. და ეხლა მე ყველას ვეუბნები, შეფასების კრიტერიუმები უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორად. ვინმე ხო არ ამბობს, რომ ვებრძოლოთ ვინოს, მე შევთავაზე, რატომ მინდა ეს გითხრათ და მე თქვენი ესენი ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლება ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, მესტიანთა კონგრესში თქვენ ხართ ამაზე კურსში, მაგრამ მოსახლეობამ რომ იცოდეს, ჩვენ ვთხარით, რომ აი თუ გინდა თქვენ ღია რომ იყოს საზოგადოება, მოდით ხელისუფლებამ გააკეთეთ მოხსენება მომავლის საქართველოს. პირობითად ვამბობ. შევთავაზეთ თითო 1 საათს აკეთებ თქვენ, 1 საათი გააკეთოს მესტიენებათა აკადემიამ, 1 საათს გააკეთოს მესტიენთა კონგრესი თუ ჩათვლით და ყველა პარტია ვინც არის შევიკრიბოთ ყველანი რა, ამ ხალხის მტრები ხო არა ვართ ამ ქვეყნის კაცო რა. შევიკრიბოთ დეპუტატები, შევიკრიბოთ ეს მესტიენები, აკადემიკოსები, პროფესორები, დოქტორები დავიდეთ და იყოს პირდაპირ გადაცემა. ხალხმა მოისმინოს როგორ უყურებს, მე ხო არ მომბობ რომ ვინ ლამძღოთ ერთმანეთი, როგორ უყურებს ქვეყნის მომავალს ხელისუფლება, როგორ უყურებს მეცნიერება, როგორ უყურებს გარკვეული ჯგუფი, თუნდაც ამ შემთხვევაში მეცნიერთა კონგრესი თუ სხვას ექნებოდა, მიცეთ ყველა პარტიას საშუალება, რომ ამოვწუროთ ეს და შევქონათ მე ერთიანი ჯგუფი და ვთქვათ, ხომ მოვისმინეთ ყველასე რა, ერთმანეთს მოწინააღმდეგეები ხო ვართ პარტიები და მოდი შეიქმნა ჯგუფი და აი მოდი ჩამოვაყალიბეთ აქედან რაღაც ერთიანი სისტემა. ერთიანი სისტემა, ეს ხო შევთავაზეთ სააკაშვილს, რამდენჯერმე რომ იმწერეთ. რამდენჯერმე როგორც მოვიდა ბიძინევანიშვილი ხო შევთავაზეთ. იმის შემდგომ ყოველ წელიწადს ვეუბნებით, ერთი კონფერენცია საქართველოს ეკონომიკა ჩავატაროთ. აი ახლა ფილმი გადაიღეს, უბრალოდ იმ 2-3 პიროვნებას ვინც გამოყავთ, იქ სახელი გაუდგეთ. ამ ფილმში ლაპარაკობს ბიძინევანიშვილი, ვიცე-პრემიერი, აკადემიკოსი ის პაპავა და ლაპარაკობს ექიმი, რომელიც ადრე ახლებში იყო, ნუ ბიზნესში არის ლაპარაკობს. ნუ აშკარად გამოჩნდა, რომ ნუ თქვათ ვინც უნდათ, აი ამის ისინი ვინმე რომ ყოფილიყო, აი დაეწერათ ალტერნატიული აზრი. ხო არა, ბიჭო, სიკვდილი ხო რა არის, ეგ ვერ გავიგე რომ ხო არ შეიძლება რატო ვარ ჩვენ, აი ესენი გეუბნებიან რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ისინი და თქვენ ხართ მტრებიო. შეიძლება შენს ქვეყანაში ვინმეს მე არ უწოდებ ბიძინევანიშვილის ტერს, მე არ უწოდებ არც სააკაშვილის ტერს, მე ვამბობ იმას, რომ დავანებოთ ამ მტრების ძიებას, თავი და მოდი რაღაც გავაერთიანოთ რა, ეს ჩვენი ხედვა. ამ ქვეყანას სამი რამ ჭირდება ალბათ, ნუ ჩვენ ასე ვართ მესტიენთა კონგრესში და თქვენთანაც გქონდა ამას დათათბირება, რომ პირველი გაკეთდეს ინვენტარიზაცია, რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყანა, რა ის პრობლემი ვარ ჩვენ. გაკეთებულია ხო ეს აი ერთ-ერთი მსვლელობა აგერ არის ხო, ნუ თქვა აგერ და კიდე სხვებსაც ალბათ ხომ ეს ერთი მეორე რეალურად გავაკეთოთ რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ ისე კი არა ხელისუფლება რომ ამბობს ყველაფერი კარგადაა და ოპოზიცია რომ ყველაფერი ცუდადაა ერთის ტყუის და მეორეს ტყუის ამ დღეებში ამოკრიბეთ ჩვენ ბატონო სოსო ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რამდენმა პირველმა პირმა თქვა ან ვინმე მის მახლობელმა რომ თქვა რომ ჩვენ მივიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ისე იგი თუ ყველამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო 72 წლის განმავლობაში ცუდად რატომ ცხოვრობთ აღმოჩნდა რომ ეს ერთადერთი ტყუილი გადაწყვეტილება ყოფილა მიღებული ამ ფილმში რამდენჯერმეა რომ აი ესე აქებენ თანაც იმას რომ ბატონმა ბიძინა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჯერ ერთი აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს რა თქვენ ფილოსოფიური მიმართულებით განსჭით ყველაფერ ამას და არ არსებობს და ერთი აბსოლუტური ჭეშმარიტი ღმერთია და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იცის ვინებ რა გადაწყვეტილებები შეიძლებოდა კიდე იყოფილიყო იგეთ ანუ პირველი ან სხვა გადაწყვეტილებები არსებობდა ინვენტარიზაცია მეორე რეალური მდგომარეობა და მესამე ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოიყოლოთ ამ პრიორიტეტები უნდა ეს სამი რამეა საჭირო ამას ითხოვს მეცნიერება და მეცნიერთა კონგრესი პროფესორი და დოქტორი ვიზით ჩვენ აგერ დღემდე ლექციებს კითხულობს და ხედავთ თქვენ როგორი საინტერესო პიროვნება ხო გიხარია მე მიხარია რომ ასეთი ხალხი ყავს ქვეყანას რომ ასეთი ანალიზი აქვს ასეთი წიგნი შექმნა რომელიც ჩემთვის სამაგიდოა ეხლა დღეს არ მივიტანია ეს თვითონ აი მე დღეს გამოვიტანე იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან ხშირად ხედავ ამას მიუხედავად იმისა რომ წლების წინ არის ეხლა ესეთი 10 წლის წინ გამოცეული მაინც არის ხო ეს წიგნი მაგრამ არ იცლება არა გასაგებია უბედურება მაგაშია მე რომ თქვენ როგორ გონიათ მაგ კარგია ან თქვა ვიღაცა რომ მეუბნება რომ რომ ატარებენ ქუთაისში ეხლა ანალი იმას გამოკითხვას და ვიღაცა ერთმა პიროვნებამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო ამ დღეებში დამირეკა რა ეხლა ჩაატარეს გამოკითხვა და 90% შენდამი კეთილად არის განწყობილი და შენს მიმართ არის და შენ გითხოვენ იქეთო მე ვთქარ ეს არ არის ტრაგედია ამ ქვეყნის მე წავედი 96 წლის ბოლოს ქალაქის მეროვიდან ესე იგი 96 წლის ბოლოდან გავიდა 28 წელი 28 წლის წინამდელზე რო ლაპარაკობს
ეს ადამიანი რო ამბობს რომ იქ იყო ეს არ არის ტრაგედია ამ ქვეყნის ნორმალური არის ის ქვეყანა სადაც ყოველი ახალი მინისტრი გუბერნატორი მერი მის წინაზე უკეთესია სხვანაირად პროგრესი გინ გაგშეგილია ბატონო მითხრათ არის ეს ძალიან მარტი რა თემი ხდება შენ განსაკუთრებული როლი შეასრულე იქა და განსაკუთრებული გარემო ჰქონდა და განსაკუთრებული პატივი ჰქონდა მოსახლეობის ეხლა ეს მე კი არ გეპირფერებით მე ვამბობ იმას რაც რეალობა იყო და რეალობა არის ეხლა ჩვენ მილიონჯერ ვართ შეხვედრილი და მე მაშინაც მithქვია და ეხლაც ვამბობ მაგრამ მაგაშიც არ არის საქმე ერთადერთი პიროვნება იყო მინდა ქუთაისმა იცოდეს როდესაც პირველი სართულები გაკიდეს პირველი სართულები პრაქტიკულად კაპიკებად და მე ვჩიოდი მაშინ ასე იგი საარბიტრაჟო სასამართლოში ერთადერთი პიროვნება იყო რომელიც უჭერდა ამას მხარს და ამბობდა რომ უნდა დაბრუნებულიყო ეს ვინ მოაწერა ხელი იმ გადაწყვეტილებას ესე იგი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოადგილემ მაშინ ბატონი ვიტალი იყო იმათ მიწეს ხელმოწერა და გაკიდეს კაპიკებში პირველი სართულები რომელიც დღეს ერთი შენობის პირველი სართული კი არა უნდა ერთი შენობის ერთი პატარა ფლიგელი ღირს უფრო ძვირი ვიდრე მაშინ გაკიდეს ქუთაისის პირველი სართული და გაკიდეს თბილისში იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვყვებდით მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ რეალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ხო ხალხისადმი დამოკიდებულება იყო აგდებული ხა თქვენ მე ხო ნახე მაშინ რამ მდგომარეობაში იყავით და მე გაფასებთ თქვენ იმის გამოც რომ თქვენ მაშინ შევარნაძე არ იყო ჩემ მხარეს არ იყო მაშინ სააკაშვილი ჩვენ მხარეს არ იყო მთელი იურიდიული კომიტეტი პარლამენტი არ იყო ჩვენ მხარეს და თქვენ მაინც დადექით სიმართლის მხარეს და ვაშკაცურად გადაწყვეტილება მიიღეთ მაგრამ მე რა მოგერიენ მაინც და მოგერიენ თქვენ კი არ მოგერიენ მაგრამ მე შეცვალეს მე დაუკმეს მე თქვენი უცხო ეს ყველაფერი ისტორია ჩვენ საქმე ეხლა რა ვქ ეხლა რო არ გამეორდეს ასეთი ამაშია საქმე ეხლა რა ვქნათ იმიტომ რომ ჩვენ დიდი დრო და დიდი ის აღარ აქვს დარჩენილი იმიტომ რომ ხალხი თუ დაიცალა 300,000 ეროზირებული 300,000 ნარკომანი ყავს ბატონო ჩემო მილიონზე მეტი სოციალურ დახმარებაშია თუ 850,000 ნუ მე ემატება ეხლა და ეხლა ერი ხოლმე ფიზიკურად არსებობდეს კი ძალიან კარგი ახალგაზრდობა აი რომ მე უყურებ სტუდენტობას და საერთოდ აი ძალიან კარგი აზრობრივად ინტელექტით აი ყველა ძალიან გასაგებია ბატონო მაგრამ თუ მიწა ასე მდგომარეობ როგორც მიუღმებიან ეხლა თქვა რო ეძებდნენ მიწას კახეთში თქვენს რომ ჩვენთან უკვე კარგი მიწა ის აღარ არსებობს ესე იგი აი მოწამლული მიწებია ყველანი ანუ პრაქტიკულად ძინა მდგომარეობა არისო ესე იგი ტყეები იცით ვის ხელშია ჩინელების ხელშია 59-99 წლით ჩვენი ესე იგი ეს მარგანეცი ნედლეული გაგვაქვს გარეთ ყველაფერი და ახალგაზრდა რაც გინდა კარგი იყოს ყველაფერი თუ ამას თქვა არ დაახვედრე შენი აი ბუნებრივი რესურსები დეულად წავიდა გარეთ არ გაპარაკებლა კარგი ახალგაზრდობა აუ წავა აქეთა წავა ჩვეულებრივად ჯერტი ჭაობიაო ბევრმა ახალგაზრდა მითხრა ჭაობია აქ და წავედიო სხვა და მე ბაღაკი კი არ მითხრა ჭაობში ერთ მაგალითს გეტყვით ჩემი მეგობრის შვილმა დაამთავრა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური სკოლა უნივერსიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური სკოლა მშობლები ავადიყვნენ და ჩამოვიდა ეს ბავშვი აქა და უნდა მუშაობის დაწყება 5 თვის განმავლობაში ეძება ეს სამსახური და ყველაზე მეტი რაც შესთავაზეს ეს იყო მაგთიში კოლ-ცენტრის ოპერატორად მუშაობა 600 ლარზე წარმოგვიდგენილი გაქვთ წარმოგვიდგენილი იქიდან ამ მშობლებს დაახლოებით 300,000 евро აქვს დახარჯული ამის განათლებაში ჩამოვიდა იმიტომ რომ მშობლები ორივე მშობელი მძიმედ ავადმყოფი ყავდა და სხვანაირად არ შეიძლება და შესთავაზეს აქა 600 ლარი კოლ-ცენტრში ოპერატორად. ნუ დავიდა.
თქვენ კარგი მაგალითი თქვით, რომ დაბალი ხელფასის გამოწავიდა. აი მაგალითად მე მეორე მაგალითს გეუბნები, რომელიც მართლა დამაფიქრებელია. ეს ხო ის არის, მაგრამ რო არ უნდა აკადრო ჯერ ახლა ასეთი განათლება რომ მიიღო იქეთ, ეს შეთავაზო, მაგრამ დღეს შვეიცარიის ბანკში მუშაობ მნიშვნელოვან კლიენტთა ოპერატორად. ხოდა ხელფასი იქნება 1000 ჯერ მეტი, მაგრამ ახლა ნახეთ, აი ანალოგიურს გეუბნებით მე თქვენაგე, რომ აი თქვათ ჩემი ძმის ოჯახთან დაკავშირებული ძალიან ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები და ხელფასი ჰქონდათ აქ 3-4000 ლარი აქ ისეთი განათლება ჰქონდათ მიღებული. ავსტრიაში მიიღო ეს განათლება და აქაც კარგად ისწავლა და ეხლა გააგზავნა მე თავისი ისინი იქ და იგივე ავსტრიაში მიიწვიეს და 4-ჯერ მეტი ხელფასი მიწეს. აქ რო ქონდა 3000 ლარი, იქ აძლევენ 3000 ევრო. მასურა. უქრიან ყველაფერ პირობებს და ჩვენს ხო უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმაზე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ხშირად იყენებენ ასეთ გამოთქმას, რომ მინიმალური ხელფასი და პენსიით ადამიანი იმ ქვეყანაში 1000 ლიტრა ბენზინს უნდა ყიდულობდეს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ 1000 ლიტრა ბენზინი არის 3000 ლარი. პენსიას ამადლიან ამ საცოდავ ადამიანებს და ესენიც კიდე ნუ რაღაც არადამად შექმნილია ყველაფერი. რაზეც გამდიდრდნენ ესენი არ ყველაფერი შენობა რამეა რაც გაკიდეს ყველ ამად შექმნილია და ამადლიან 300-400 თუ 500 ლარის პარგლებშია და ამ დროს ვიმეორებ რომ მიიღო აი რა თქვენ თქვით საარსებო კალათა. დღეს რომ დავდოთ ახლა ჩვენ საარსებო კალათა. ჩვენ გეოგრაფიულ მდებარეობაში როგორი უნდა იყოს, ნუ ამერიკაში შეიძლება რაღაცა, მაგრამ რომ დავდოთ ეს ყველაფერი, მე გარწმუნებ თქვენ რომ 1500 ესე იგი რა ქვია მას 3-4000 ლარის ფარგლებშია ვარ, რომ როგორი კალათაზია ლაპარაკი, რომ ერთხელ კვირაში რესტორანში რო წახვიდე, რომ ნორმალურად იკვებო, წიგნი იყიდო, რაღაცა ყველაფერი, რასაც ნუ თქვა რაც აქვს შეტანილი ნორმალურ ქვეყნებში. ეხლა ჩვენთან რომ ლაპარაკობენ, თქვა აი მინდა თქვენთან ეს გამოვცადო, ამას რომ ლაპარაკობენ, რომ გაიზარდა ესე. მე ვთქვი ერთი რამ, რომ 560 ლავრს ვიღებდი მე როგორც დეპუტატი. ერთი სასაცილო მდგომარეობა, როცა 514 და 15000 ლარს ინიშნავენ თვითონ და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს 15 ჯერ ნაკლებს რომ აძლევ, ეს უკვე შენი პოლიტიკური კულტურაა და სიბეცია ყველაფერს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ იგივე ამერიკაში, ვთქვათ, სიკვდილამდე ვინც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს $1 მეტს იღებდა ვიდრე პრეზიდენტი. ანალოგიურადაა ბალტიისპირეთის სხვა შორის. 560 ლარი და რომ გაიზარდა ყველაფერი, ახლა დღეს გითხეს რომ 1000 ლარია ხო ეს და მე ვთქვი რომ აი ერთ წელიწადში 560 ლარით რო ვყიდულობდი, იმაზე ვერ ვიყიდი 1000 ლარით თქო. დღეს უკვე 2-3 დღის წინანდელ იმას გეუბნები რომ 1700 ლარში ვერ ვყიდულობ იმას, რასაც 4 წლის წინ ვყიდულობდი 560 ლარად. და ეს ვამბობთ იმას, რომ წავიდა ქვეყანა წინ გაუმჯობეს და უბრალოდ მიგვატყუებთ. ამას არ ჯობია რომ ვთქვათ, რომ მოდით ხალხო ვინმე რომ გააკეთოს მოწოდება. მოდით ხალხო ერთად დავსხდეთ, ვისაც რაიმე გაქვს წინააღმდება ეს კონფერენცია თუ რაღაცა, მოდით შევიკრიბოთ, ვილაპარაკოთ, მოდით ალტერნატიული მოსაზრებები გავცვალოთ, დავილაპარაკოთ. ვინ არის ამ ქვეყნის მტერი? მე არ მათზე არ ვამბობ, მაგრამ ისინი რო გამოდიან და ჩვენ ყველანი ტატრულ ჩამთვალეს. ეხლა მე ვიცი ვის ველაპარაკები, ეგრე და როგორი ოჯახის წარმომადგენლის ველაპარაკები რა, ესე იგი ეს გახლავთ იმ ოჯახის სიძე მთელი საქართველო რო ამაყობდა იმ ექიმით, ხო სწორად ვამბობ არა მე? გვარი ოთარ ღუდუშაური. აი იმ ოჯახის სიძეა და როგორი პიროვნება, როგორი ოჯახი აქვს, ყველაფერი ამ ოჯახს მე ვიცი დღეს არ ულხილს. და თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა სხვა რა მდგომარეობაში ხარ გეწყინათ რომ თქვი ხო ესეა ასე მდგომარეობაში ვარ ჩვენ ყველანი და დოქტორი პროფესორი რაღაცა და პიროვნება რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია თქვენ კიდე იცით ახლა ესე რა ხალხია ვინ არიან და მეში დეპუტატები რომ არიან ყველანი ხანდახან ცუდად რო ხტები რომ იცი რომ ვინ არის და რა არის როგორ არის იმიტომ კი არა წადი რა გააკეთე შენი საქმე რა სხვის ადგილზე ზიხარ აი ამ კაცის ადგილზე ზიხარ იმიტომ რომ ესეთი კაცი პარლამენტში პირობითად ვამბობ ხალხმა უფრო გადაწყვიტა და მიცა რეკომენდაცია ასეთი კაცი პარლამენტში იქნება ძალიან კარგი გონიერებიც ავსე ანალიზი იცის კონტაქტები აქვს ყველაფერი გარე სამყაროსთან უამრავ ადამიანთან რაღაც ამისინი და არ გაიყიდ გამოიყიდება მაგრამ ამას არ აქვს ის რაც აქვს ამათ ის ვერ იქნება რომ წავიდეს იმ გზით როგორც ხები ის იქნებოდა მდიდარი მონა მას ურჩევნია თავისუფლება ყველაფერს და ამიტომ ცემ პატივს. სწორად თქვი თუ რაიმე შემოშალა გაასწორება.
თავისუფალი ადამიანია, ძალიან ასეთი ადამიანები არიან და ჩვენ ვნახავთ ძალიან მალე გამოქვეყნდება ესია, ნუ გიკვირთ რომ ვამბობ, ხშირად ვამბობ რომ გამოქვეყნდება, იმიტომ რომ კიდე მიდის რაღაც ახალი ისინი კანდიდატურებს ასახელებენ, ძალიან საინტერესო პიროვნებები, ძალიან საინტერესო. აი აგერ ახლა საქართველოში ყავს გუშინ რომ წამოვედით იქედან, მე ერთ-ორ პიროვნებას უთხარი, მოდით შევიაროთ მეთქი აგერ და მივედით თეკლა მელაძესთან. თეკლა მელაძე არის დღეს მხატვარი, ამაზე ახალგაზრდა ვენეციის ბიენალეზე არ ყოფილა ვენეციისთანაც ხო ახალგაზრდა 23 წლის არ იყო მაშინ, ახლა 24 წლის არის. ამერიკაში ორჯერ ქონდა გამოფენა. ესე იგი ეხლა ამერიკაში მისი ნამუშევარი გაიყიდა $16,000 პატარა. ეხლა გუშინ წინ ბონამზე ქონდა თავისი ეს უდიდესი რაღაცა და გაიყიდა გუშინ. ჩვენთან საქართველოში ეს გოგონა სწავლობს ამერიკისა და ლონდონის ორ სხვადასხვა აი პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების გენიალური პიროვნება გვყავს აგერ. გენიალური. და ესე იგი ამ ადამიანების მიმართ დაწერს განცხადებას რომ რაღაცა ჭირდება რომ იმიტომ რომ სწავლებას ისინი ეხმარებიან 4-ჯერ ნაკლებ ფულს ახდევინებენ რა თქვენ იცით რომ იქ ძვირია ძალიან სწავლება რომ ამ ადამიანების მიმართ არის გაყინული ყველა ხელისუფლებაც ბიზნესის და ასე შემდგომ მე დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება შეიცვლება მე შეცვლა იმას კი არ ვამბობ რომ ჩვენ ქართველობას დაუბრუნდებით. ქართველში ქართველია გადასარჩენი, აფხაზში აფხაზია გადასარჩენი, ოში ოსია გადასარჩენი და საქართველოში საქართველოა გადასარჩენი. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მოაზროვნე ადამიანებს. ეს ყველაფერი უნდა დადგეს მეცნიერებაზე. მეცნიერება არის საყრდენი მომავლის. და აი ამიტომ ვესაუბრებოდით მეცნიერს და ამიტომ ვარ პატივისცემით მე მეცნიერების მიმართ. თუ თქვენ რაიმეს თვლით, ბატონ სოსო. პირიქით, დიდი მადლობა. წარდგენისათვის უბრალოდ დრო არ ითმენს, დრო მიდის ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობთ. ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს და არის სასწრაფოდ მისაღებით ზომებით. სხვანაირად არაფერი უბრალოდ ამდენი ხნის და ისტორიის მქონე დიდებული ერი მე ამ სიტყვას ხაზს უსვამ გაქრება. სული გაქრება, უბრალოდ გაქრება. თქვათ რა, ასე ვთქვათ, რეალობა რა. უბრალოდ გაქრება. ხო და აუცი მე არ მინდა რომ ეს ასე ეს გაქრობის პროცესი რო გვიხარია, ეს ყველა რო გვაფიქრებდეს ყველაზე კარგი. ამაშია საქმე. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონი იოსებ, მეგობრობაში როგორც სოსო ბაჩიაშვილი, საინტერესო, მოაზროვნე კაცი, მეცნიერების დოქტორი